I'm German homelos, I drink coffee and I know things. 42 ეპიზოდის თემა არის პატიების სიკეთენი. ყველაზე მძიმე უპატიებელი გულია სამყაროში. ყველანი ადამიანები ვართ და სრულად მესმის, რომ ძალიან რთულია ზოგიერთი საქციელის და გულის ტკენის პატიება. მართლა ძალიან გვიჭირს, მაგრამ წენაში ამ მდგომარეობაში გულის დატოვება უფრო მეტ პრობლემებს და ტკივილს იწვევს. გაშვება და მიტევება კი სიმშვიდის მოპოვებაში გვეხმარება და ამ გადაღეჭილ სიმშვიდეს რომ შევეშვათ დროებით გვეხმარება საკუთარ მიზნებზე, ცხოვრებაზე ფოკუსირებაში. როცა წენას და ბრას გულიდან არ უშვებთ, ჩვენი ფიქრების უმეტესობა დაბინძურებულია ამ მრისხანებით და შურისძიების წყურვილით, რომელიც თავის მხრივ კი გვეჩვენება სასიამოვნოდ, მაგრამ არანაირი სიკეთის მომტანი არ არის ჩვენთვის. ის რაც არ გვემსახურება და არაფერში გვარგია, გულისხმობამ შემთხვევაში ფიქრებს, არასასარგებლო ფიქრები უნდა მოვიშოროთ, რათა მთლიანად გადავერთოთ საკუთარ მიზნებზე. როცა ბრას და ბოროტებას ვეკიდებით, არ ვეშვებით, აი რატო გააკეთე ეს, რატო, ასე ჩვენ არ ვცხოვრობთ, რადგან აქ არ ვართ, ფიქრებში ვართ, ცუდ ფიქრებში. ხომ არის კარგი და სასარგებლო ფიქრი, აი წენა არის უბაზრო და ცუდი ფიქრები. დავიწყებას არავინ გთხოვს, რა თქმა უნდა. შევეგუოთ იმას, რაც მოხდა, შევეგუოთ, რომ ცუდად მოგვექცნენ, ავიღოთ მაგალითი ამ ამბიდან, ამ ადამიანებისგან, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ანუ გამოვწუროთ ამ ცუდი მოგონების დადებითი მხარეები. ყველაფერში ინახება რაღაც გაკვეთილი, რაღაც სასარგებლო და გავაგრძელოთ ცხოვრება. მივიღოთ ეს გულის ტკენა როგორც გაკვეთილები. ჩემი აზრით, მხოლოდ ასე შეიძლება პატიებამდე მისვლა. არა უშავს თუ მიტევების პროცესი, ეს პროცესი როგორც ბრძოლა, რომ წლები გაგრძელდეს. არა უშავს. მთავარია გქონდეს საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი. ეს მონდომება თუ ჭეშმარიტად არსებობს, ჩემი აზრით ყველაფერი გამოგვივა. მიმტევებელი ადამიანის გული ამ მიწიერი გარდაუვალი სიმძიმისგან თავისუფლდება და ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიხარულის მიღებას სწავლობს. ხომ ხვდებით, როცა შურისძიებით არის ანთებული ადამიანი, ის არის გადართული, ჩაციკლული ამ უარყოფით უსარგებლო ენერგიებზე, ფიქრებზე. და რაც კი დადებითი მხარეები აქვს დედამიწაზე ცხოვრებას, იმათ ვეღარც კი ამჩნევს. არა თუ გამოსცადოს ეს კარგი რაღაცები, ვერც კი ამჩნევს. პატიებაში მეტი სიხარულია, ვიდრე შურისძიებასა და წკენაში დარჩენაში.